თქვენ ახლა ნახეთ, როგორ გააწყვილა პიანისტმა პუბლიკა, როდესაც საკონცერტო დარბაზში მყოფ საზოგადოებას 4 წუთისა და 33 წამის განმავლობაში მუსიკის ნაცვლად სიჩუმე მოასმენინა. იმისათვის რომ გავიგოთ რა მოხდა 1952 წლის 29 აგვისტოს ქალაქ ვუდსტოკში, ხელოვანთათვის გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე ჩვენ მოვიწვიეთ ნინო ჟვანია, კონსერვატორიის ასისტენტ პროფესორი, პიანისტი და იგი მოგვიყვება ამ ჩუმი პიესის შესახებ. გამარჯობა. ახლა ამ პროექტის ამ გადაცემის მსმენელმა და მაყურებელმა მოისმინა თამამად შეიძლება ითქვას მე-20 საუკუნის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესა, რომლის სახელწოდებაც არის 4 და 33, რაც იმის აღნიშნულია, რომ 4 წუთისა და 33 წამის განმავლობაში, როგორც ჩვენ თქვი, შემსრულებელი გამოდის და არაფერს არ აკეთებს სცენაზე. ანუ არც ერთ ბგერას არ იღებს იმ ინსტრუმენტზე, რომელზეც იგი ასრულებს. საქმე იმაშია, რომ ამ ნაწარმოებს მართლა ძალიან საინტერესო ისტორია აქვს და ალბათ მთელს აი ჩვენ 20 წუთს დავუთმობთ ამ ისტორიას, თუმცა ალბათ 20 წუთი არ ეყოფა. სხვათა შორის, როდესაც მე ვწერდი ციკლს და გადავწყვიტე, რომ დამეწერა ამ ნაწარმოების შესახებ, მეგონა რომ ბევრს ვერაფერს დავწერდი და აღმოჩნდა, რომ ჩემს ციკლში ყველაზე დიდი თავია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წინაპირობა უძღოდა წინ ამ ნაწარმოების შექმნას. თუმცა დაუბრუნდეთ ისტორიას, მართლაც 1952 წლის 29 აგვისტოს მავერიკის საკონცერტო დარბაზში შეიკრიბა ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის, ფილარმონიული ორკესტრის წევრები და ასევე სხვა მუსიკოსები. სრულდებოდა თანამედროვე იმ დროისთვის თანამედროვე ამერიკელი კომპოზიტორი კელ ბრაუნის, მორტონ ფელდმანის და ჯონ კეიჯის ნაწარმოებები. შეიძლება ითქვას, რომ პუბლიკა მზად იყო შოკისთვის, იმიტომ რომ ავანგარდული კონცერტები ყოველთვის სიურპრიზს უმზადებს თავის მსმენელს, მაგრამ აი ამისთანა შოკისთვის ისინი მზად არ იყვნენ, იმიტომ რომ ამერიკელი პიანისტი დევიდ ზუდორი გამოვიდა სცენაზე, მან დახურა როიალის სახურავი და შემდეგ განათავსა პიუპიტრზე ნოტები, ძალიან სერიოზულად უყურებდა ნოტებს, რაც თავარია ხანდახან უყურებდა წამსვამს, რომლის დანიშნულება იმ პერიოდში არავისთვის არ იყო ცნობილი. შემდეგ რაღაც გარკვეული პერიოდის მერე ახდიდა როიალს თავს, მერე ისევ სახურავს, შემდეგ ისევ დახურავდა და ასე გაგრძელდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დარბაზში ჯერ დაიწყო ჩოჩქოლი, შემდეგ უკვე ხმაური, შემდეგ სტვენა. საინტერესო დეტალი მავერიკის დარბაზის უკანა კედელი იყო გახსნილი და გადიოდა ტყეში და იმ დროს დაიწყო სწორედ წვიმა. ეს არ იყო ნამდვილად ჩაფიქრებული და ხალხს შეეძლო გაეგონა აი წვიმის წვეთების ხმა, იქ ჩიტების ჭიკ-ჭიკი, რომელიც პარკიდან შემოდიოდა, თუმცა ამან ვერ მოალბო მათი გულები და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს პრემიერა ძალიან სკანდალური აღმოჩნდა. როგორც კეიჯი შემდეგ იხსენებდა, 30 წლის შემდეგაც ძალიან ბევრი კოლეგა ჩემზე გაბრაზებულია და დღესაც არ მოლაპარაკებაო. როგორც პიტერ იეიტსი არის ბრიტანელი ცნობილი რეჟისორია, ის ამბობდა, რომ პუბლიკა მზად იყო შოკისთვის, მაგრამ არა შემაცმუნებელი თავზარდაცემისთვის. რატომ იყო ეს თავზარდაცემა? ალბათ იმიტომ, რომ პუბლიკის უდიდესმა ნაწილმა აღიქვა ეს აბუჩა დაგდების მცდელობად. სხვათა შორის დღესაც, როდესაც სრულდება ეს ნაწარმოები მსოფლიოს წამყვან სცენებზე, სხვათა შორის დაასრულებენ მას არა მარტო თქვაც ალგორი პიანისტები, არამედ სულ ახლახან ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრი გამოლაგდა თავისი 100-ზე მეტი ინსტრუმენტალისტით და 4 წუთისა და 33 წამის განმავლობაში ბგერა არ იყო. მაგრამ მაინც უმეტესობა მსმენელის დღესაც ამას თუ აბუჩა დაგდების მცდელობად არა, ხუმრობად მაინც აღიქვამს. არა და ეს ასე არ არის და ჩვენ მე პირადად დღეს ამაზე მინდა ვისაუბრო. საქმე იმაშია, რომ ეს პიესა, რომელიც ასევე სიჩუმის პიესა და ჩუმ პიესად არის ცნობილი, სიჩუმის გადააზრების მცდელობა არის. ჯონ კეიჯს სხვათა შორის ყოველთვის აინტერესებდა სიჩუმის ფენომენი და ჯერ კიდევ 10 წლით ადრე ვიდრე დაიწერებოდა ეს პიესა, იგი ეწვია ჰარვარდის ესეთ ბგერა გაუნტარ კამერას. მას აინტერესებდა არსებობს თუ არა აბსოლუტური სიჩუმე სადმე დედამიწის ზურგზე. შევიდა კამერაში და გარკვეული დროის შემდეგ გაიგონა 2 სიმაღლის ბგერა. გამოვიდა კამერიდან და უთხრა იქაურ თანამშრომლებს, რომ კამერა გაფუჭებულია, იმიტომ რომ არ უნდა ესმოდეს ეს 2 ბგერა. მათ უთხრეს, არა, იცით, ეს არის თქვენი ნერვიული სისტემის და ასევე წნევის, აი სისხლის მოძრაობის, არა, წნევის ხმოვანება, აი ასე ჟღერს წნევა. და მაშინ თქვა კეიჯმა, რომ თურმე სიჩუმე არ არსებობს,
თუმცა ბგერები ყოველთვის ჟღერს, სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ და რასთავარი ჩვენ არ ვიქნებით, ბგერები ყოველთვის იჟღერებს, სიჩუმე არ არსებობს და აქედან გამომდინარე მუსიკის არსებობას საშიშროება არ ემუქრება. ეს ძალიან საინტერესო ფრაზაა, იმიტომ რომ გამოდის რომ ის რასაც ჩვენ აღვიქვათ სიჩუმედ, შეიძლება ავიყვანოთ მუსიკის კატეგორიაში. რატომ შეიძლება ეს ავიყვანოთ? ახლა ჩვენ უნდა მივმართოთ კეიჯისთვის ძალიან საინტერესო იდეებს, რომლებიც მოდის ინდოეთიდან, ერთის მხრივ და საერთოდ აღმოსავლეთიდან. კეიჯი ძალიან დაინტერესებული იყო ერთის მხრივ ძენ ბუდიზმით, მეორეს მხრივ კი საერთოდ ინდური კულტურით. იყო ესეთი ინდოელი ესთეტიკოსი და ხელოვნებათმცოდნე მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, ანანდა კუმარასვამი, რომელსაც ეკუთვნის რამდენიმე ესეთი ძალიან საინტერესო ნაშრომი და სწორედ ამ ნაშრომების წყალობით საერთოდ აღმოსავლური ხედვა ესთეტიკისა, ხელოვნებისა ჯერ შემოვიდა კეიჯის ცხოვრებაში და შემდეგ გავრცელდა თამამად შეიძლება ითქვას დასავლეთში, ჯერ ამერიკაში და შემდეგ ევროპაში სხვათა შორის. ინდოელები ამბობენ, რომ მუსიკა არასოდეს წყდება, მუსიკა ყოველთვის არსებობს, უბრალოდ ჩვენ მას ხანდახან ზურგს შევაქცევთ და არ უსმენთ. სწორედ ანანდა კუმარასვამისთან წაიკითხა კეიჯმა ძალიან საინტერესო განსაზღვრება ხელოვნებისა, რომ ხელოვნება უნდა ბაძავდეს ბუნებას მისი ქმედების წესში. და ისევე როგორც ბუნება არის ძალიან მრავალფეროვანი და ბუნებაში არ ხდება, თუ შეიძლება ასე ვთქვას, რაღაცა კონცენტრირება მხოლოდ რაღაც გარკვეულ სტრუქტურებზე, სწორედ მუსიკაშიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს კონცენტრირება გარკვეულ ბგერებზე, რომლებსაც ვთქვათ, ან წერს კომპოზიტორი, ან უკრავს შემსრულებელი, არამედ მუსიკა არის ყველაფერი, რაც ჟღერს თავის უწყვეტობაში, საერთოდ სამყარო ჟღერადი მოვლენაა, ყველაფერი ჟღერს თუ დავუკვირდებით და სწორედ აი ამ იდეის განხორციელება სცადა კეიჯმა, შეგვიქმნა რაღაც გარკვეული ჩარჩო და მოგცა ჩვენ საშუალება, ისევე როგორც ჩვენ აღვიქვავთ ბუნებას ირგვლივ და რომ მოვინდომოთ და მართლაც თუ უარყოფთ ამ იდეას, რომ რაღაცას ვაქცევთ ყურადღებას, ბუნება შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, ასევე მუსიკაც უნდა შემოდიოდეს ჩვენს ცხოვრებაში, ძალდატანებით რაღაც გარკვეულ ბგერებზე კონცენტრირების გარეშე. სხვათა შორის ინდოელებს ეკუთვნით ძალიან საინტერესო მოსაზრება, რომ მუსიკა უწყვეტია, მუსიკა ყოველთვის ჟღერს და ჩვენ ხანდახან ზურგს ვაქცევთ მას და ხანდახან მივაყურებთ ხოლმე. მე მინდა კითხოთ, აი თქვენ ახსენეთ ჯონ კეიჯის სიტყვები, მან თქვა რომ მუსიკის მომავალს საფრთხე არ ემუქრება. რას გულისხმობდა ის, როდესაც ამ საფრთხეებზე საუბრობდა, რა საფრთხე შეიძლება მუსიკას დაემუქროს, ეს ერთი და ასევე საინტერესო იქნება გითხრათ, გარდა იმისა, რომ კეიჯი ჩაუღმავდა ფილოსოფიურად სიჩუმის და ბგერების მონაცვლეობას, იყო თუ არა სიჩუმი პიესა გარკვეული მესიჯი რეფორმებისთვის. რაც შეეხება პირველ შეკითხვას, აქ კეიჯმა ნამდვილად იხუმრა. ალბათ მე მგონია დასცინა იმათ, ვინც ყოველთვის ყველა თაობაში გამოდის და ამტკიცებს, რომ საერთოდ მუსიკის ისტორია დასრულდეს. ყოველთვის ასე იყო, ჩვენ თუ წავიკითხოთ მე-16-მე-17 საუკუნეების მუსიკის ცოდნებს, ნაშრომებს, ყოველთვის როდესაც რაღაცა ახალი შემოდის მუსიკაში და ალბათ ხელოვნებაში ზოგადად გამოდიან ადამიანები და ამტკიცებენ, რომ ვთქვათ, მუსიკის ეპოქა დასრულდა, მორჩა. ინიცის საიტკენ მივდივართ. და ეს უბრალოდ იყო ესეთი შეიძლება ესე ითქვას ხუმრობით მცდელობა აი ამ საშიშროების გაბათილებისა. რაც შეეხება მესიჯს, პრინციპში ძალიან ძნელი სათქმელია, რას ფიქრობდა კეიჯი, იცოდა თუ არა მან რომ მოყვებოდა ამ ნაწარმოებს, აი მართლაც ასეთი გადააზრება იმისა თუ რა არის მუსიკა, ფაქტია მასაც გამოუვიდა. საქმე იმაშია, რომ ამ პიესის შემდეგ საერთოდ შეიცვალა არა მარტო აღქმა იმისა თუ რა არის სიჩუმე, არამედ შეიცვალა წარმოდგენა იმაზე თუ რა არის მუსიკის შექმნის პროცესი, თუ როგორ იქმნება ნაწარმოები. უნდა იცნობდეთ საერთოდ თქვენ საკომპოზიტორო შემოქმედებას და კომპოზიტორებს იმისათვის რომ მიხვდეთ რა ძნელია კომპოზიტორმა აბსოლუტურად უარი თქვას იმაზე რაც მისი სახელით გაჟღერდება. ანუ არაპროგნოზირებად მოვლენას, აშხერებულ მოვლენას მიაწეროს თავისი სახელი. როდესაც გამოდის შემსრულებელი და არაფერს არ უკრავს, იქ ბევრი რაღაცა ჟღერს და ამ დროს ეს აღიქმება როგორც ჯონ კეიჯის ნაწარმოება. ეს მართლაც ძალიან დიდ გამბედაობას ითხოვს კომპოზიტორისაგან.
ჩვენ ალბათ 20 წუთი არ გვეყოფა იმისთვის, რომ მოვაყოთ თვალი საერთოდ დასავლური პროფესიული მუსიკის განვითარების ისტორიას, მაგრამ ყველაფერი დასავლური პროფესიული მუსიკა ჩაისახა საერთოდ გრიგორისეულ ქორალში, გრიგორისეული ქორალიდან დაიწყო საერთოდ ნოტაცია შემოვიდა, როდესაც მღეროდნენ თქვა გუნდები და რეგენტები ხელით ცდილობდნენ მიმართულება მიეცათ მათი სიმღერისთვის, ხელის მოძრაობები გადავიდა ნევნებად. შემდეგ წამოვიდა დაიწყეს ფიქრი, რა გრძლიობის უნდა იყოს, თქვა ამა თუ იმ ხმის მიერ წარმოქმნილი ბგერა, იმისთვის რომ მეორე ხმა სუსტად შევიდეს. წამოვიდა გრძლიობის ფიქსირების მცდელობა და იქიდან მოყოლებული ისინი ვინც ქმნიან მუსიკას თანდათან უფრო და უფრო ცდილობენ თავიანთი წარმოდგენა იმაზე თუ როგორ უნდა აჟღერდეს ეს მუსიკა დააფიქსირონ ქაღალდზე. სწორედ ეს გახდა თქვა პროფესიული მუსიკის წარმოშობის მიზეზი და ეს ძალიან კარგია. სწორედ ამიტომ ალბათ დასავლურმა პროფესიულმა მუსიკამ შეიძინა ის სტატუსი, რომელიც მას აქვს. ის რომ დარჩენილიყო თქვა ესეთ ხალხურ ან იმპროვიზაციულ ხელოვნებად ჩვენ არ გვეყოლებოდა დღეს გენიალური კომპოზიტორები. თუმცა აი ეს ხაზი ძალიან განვითარდა და მართლაც აბსურდამდე დავიდა, თქვენ რომ ნახოთ დღევანდელი აი განსაკუთრებით კეჯის თანამედროვე სერიალისტების ნაწარმოებები, აი ყველაფერი დაწყებული არ მარტო გრძლიობა, დინამიკა, არტიკულაცია, ძალიან ბევრი მაჩვენებელი არის ფიქსირებული ნოტებში და შეზღუდულია, მე როგორც შემსრულებელი ვამბობ ამას, შემსრულებლის თავისუფლება თითქმის 90-95%. თუმცა გამოდის ჯონ კეიჯი და ამბობს, იცით, არ აქვს მნიშვნელობა მე რას დავწერ, მუსიკა მაინც არსებობს. ჩემს გარეშე, ჩემი ნების მიღმა. შეიძლება ძალიან რადიკალური განცხადება, მაგრამ ამ განცხადებას აქვს თავისი საფუძველი, რომლის მიზეზები ისევ ძენ ბუდიზმში და ინდურ კულტურაში უნდა ვეძიოთ. ნინო, გიცდიათ თუ არა თავად თქვენ ჩუმი პიესის შესრულება და როგორია განცდა, როდესაც უკრავთ სიჩუმეს? მე არ დამიკრავს სხვათა შორის არ და ძალიან კარგი შეგრძნება ალბათ, იმიტომ რომ ახლა ხანს მქონდა ძალიან რთული აი ზუსტად ასეთი სერიალისტი კომპოზიტორის ლიგეთის ნაწარმოების შევასრულე და მაშინ მოცნებობდი ნეტა 4-33 მქონდეს მეთქი შესასრულებელი. ესა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ მე მივეცი ჩემს პატარა მოსწავლის, პირველ კლასელ მოსწავლის საშუალება გამოსულიყო კეიჯისადმი მიწვნევ კონცერტზე. სადაც შესრულდა ნაწარმოებები, რომლებიც კეიჯმა მართლაც დაწერა, პრეპარირებული ფორტეპიანოსთვის და ბავშვს აუხსენი კონცეფცია, რომ აი შენ უნდა გახვიდე, მსმენელი არ გავაფრთხილე, როგორც კეიჯმა გააკეთა ეს თავის დროზე და უნდა მიიპყრო მსმენელის ყურადღება იმისთვის, რომ მან მოусმინოს იმას, რაც ხდება ირგვლივ. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ჩვენი მსმენელი კეიჯის დროინდელი მსმენელისგან განსხვავებით ბევრად უფრო ტოლერანტული აღმოჩნდა, მათ დიდი სიამოვნებით მოისმინეს ის რაც ხდებოდა 4 წუთისა და 13 წამის განმავლობაში საკონცერტო დარბაზში. მიუხედავად იმისა, რომ კონცეფციას არ იცნობდნენ, იმიტომ რომ ეს ნაწარმოები ჯერ არ არის ძალიან ცნობილი. თუმცა მინდა მაინც დაუბრუნდე იქ გამიწყდა აზრი, რაც შეეხება ინდურ კულტურას და აღმოსავლეთს, ყველაზე მთავარი მესიჯი ეს არის განზრახვის უარყოფა. რომელიც ძალიან დაეხმარა საერთოდ ევროპულ მუსიკას შემდგომ განვითარებაში. მაშინ მდგომარეობს საერთოდ კეიჯი ამბობდა, რომ სიჩუმის მთავარი მნიშვნელობა ეს არის განზრახვის უარყოფა. თქვენ მართლაც თუ დააკვირდებით ისმეთ იმას, რაც გინდათ. თქვენი განზრახვა ყოველთვის მიმართულია, თქვათ რაღაცა ბგერებისკენ. თუნდაც კლასიკურ მუსიკას, როდესაც უსმენთ, თქვენ უსმენთ თქვათ ბგერებს, რომელსაც აწარმოებს ესათვის შემსრულებელი და ამ დროს არ გესმით ის რაც ხდება ირგვლივ. და სწორედ განზრახვის უარყოფა, ანუ მცდელობა იმისა, რომ არ მოხდეს კონცენტრირება რაღაც გარკვეულ ბგერით მოვლენებზე, გეხმარებათ თქვენ სრულად აღიქვათ ის რაც ხდება ირგვლივ. შეიძლება ეს თქვენ არ მოგეწონათ, შეიძლება მოგეწონათ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ეს ყველაფერი მაინც ჟღერს. აი თუნდაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, იმდენი და ხალხმსმენელი ალბათ ცდილობს განზრახვა მომართულია იმისკენ, რომ მოისმინოს, რას ვამბობ მე. მაგრამ ირგვლივ მართლაც საინტერესო ბგერები ჟღერს და თუ ისინი შეეცდებიან ისიც გაიგონონ, შეიძლება ბოლომდე ვერ ჩაცდნენ მე იმის ასრს, რას ვამბობ მე. მაგრამ ეს ძალიან საინტერესო მოვლენა თვითონ სმენის თვალსაზრისით. საინტერესოა რა რეაქცია მოჰყვა კრიტიკოსების, პროფესიონალების მხრიდან ჩუმ პიესას, როგორც წესი ინოვაციებს არც ხელგაშლები ხდებიან.
კოლეგები, კრიტიკოსები და საზოგადოება. რა მოხდა ამ შემთხვევაში? რა რეაქცია გამოიწვია შემდგომში უკვე ჩუმმა პიესამ? რეაქცია ძალიან განსხვავებული იყო, სხვათა შორის დღესაც არ არსებობს ესეთი ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება, ხო თუ მაგალითად არავინ კამათობს იმაზე, რომ მოცარტის რეკვიემი შედევრია, ნამდვილად ალბათ ძალიან ცოტა მუსიკოსი ამტკიცებს იმას, რომ 4:23 შედევრია. მე მაგალითად ყველაზე უფრო მაღიზიანებს არ ვიტყოდი, იმიტომ რომ საერთოდ ეს გაღიზიანება ძალიან არ უხდება კეიჯის მსოფლმხედველობას, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა მიიღო, მაგრამ არ მომწონს განსაკუთრებული აი ეს დამოკიდებულება, როდესაც 4:23-ს თქვა სახუმარო ნომრად ასრულებენ, ან დიდ ხუმრობად აღიქვამენ. შეიძლება აქვს ამას ხუმრობის ელფერი, მაგრამ კეიჯმა ძალიან ბევრი იფიქრა იქამდე, ვიდრე დაწერდა ამ ნაწარმოებს, ძალიან ბევრი რამ გადაიაზრდა, რაც თავარია ამ ნაწარმოების შექმნის შემდეგ ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა მუსიკაში და არა მარტო მუსიკაში, ხელოვნებაში ზოგადად. ნინო, რა არის happening და რა კავშირი აქვს ამ ცნებას ჩუმ პიესასთან, კეიჯის მიმდინარეობას? ხო, აი სხვათა შორის happening ერთ-ერთი მიმართულებაა ხელოვნებაში, რომელიც შეიძლება ასე ითქვას განვითარდეს სწორედ 4:23-ის შემდეგ. happening-ი ცნობილია ხო, ყველა მის ინგლისური დღეს როს მოვლენას ნიშნავს, ხო? ეს არის მულტიმედიური წარმოდგენა, რომლის ესეთ წარმოებაშიც მონაწილეობას იღებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელი. მაგალითად შეიძლება მხატვარი, კინემატოგრაფისტი, მუსიკოსი ერთდროულად გვთავაზობდეს რაღაცა გარკვეულ მოვლენებს. happening-ის სხვათა შორის პირველ ნიმუშად ითვლება მოვლენა, რომელსაც ჰქონდა ადგილი სულ რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე 4:23 დაიწერებოდა. მაგრამ როგორც ჩანს, კეიჯს ესეც ჰქონდა თავში და სწორედ აი ამ happening-ის მომზადებისას მისცა ბოლო სახე აი ამ ჩუმ პიესას. მაგალითად ეს Black Mountain კოლეჯი ძალიან ცნობილი კოლეჯია ამერიკაში, რომელმაც ძალიან ბევრი საინტერესო ხელოვანი აჩუქა სამყაროს და მაგალითად 1952 წლის ივნისში თუ არ ვცდები, ანუ აგვისტოში იყო ამის პრემიერა. შესთავაზეს იქ მოსულ სმენელს და მაყურებელს, შეიძლება ასე თქვას, კეიჯმა, რობერტ რაუშენბერგმა, ძალიან ცნობილმა მხატვარმა და მერს კენინგემმა, ქორეოგრაფმა და ბალეტმეისტერმა, ასეთი მოვლენა. კეიჯი მაგალითად იდგა ესეთ ტიბეზე და კითხულობდა თავის ლექციას, რომელსაც გარკვეული შინაარსი ჰქონდა, როგორც მე ვამბობ დღეს მე ვსაუბრობდი, იმავდროულად ორი ამერიკელი ახალგაზრდა პოეტი კითხულობდნენ თავიანთ, დეკლამირებდნენ თავიანთ ლექსებს. იმავდროულად მერს კანინგემის საბალეტო ჯგუფის მოცეკვავეები ცეკვავდნენ ირგვლივ, დარბაზის ირგვლივ, ერთ კედელზე გადიოდა რაღაცა ფილმი და ასევე სხვა კედლებზე განთავსებული იყო რობერტ რაუშენბერგის ნახატები, ტილოები. ანუ იქ მისულ უკვე აღარ შეიძლება დაერქვას ამას მსმენელს, იმიტომ რომ მაყურების ფუნქციასაც ითავსებს, შესაძლებლობა მიეცა აი ეს მრავალფეროვნება, რომელიც ასოდენ დამახასიათებელია ბუნებისთვის, აღიქვა ერთდროულობაში. სხვა საკითხია, სხვათა შორის ეს მულტიმედიური წარმოდგენების შემდეგ ძალიან ცნობილი გახდა. სხვა საკითხი და მე თვითონ ყოფილვარ დამსწრე ასეთი მოვლენებისა, თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა გარკვეული დროის განმავლობაში თქვენი განზრახვა მიმართოთ ამა თუ იმ ელემენტისადმი, მაგრამ ძალიან საინტერესო, როდესაც აი განზრახვის უარყოფა ხდება და შემდეგ ეს ყველაფერი შემოდის შენს ცნობიერში. არაჩვეულებრივი ეფექტია. რატო აქვს ამას კავშირი 4:23-თან? იმიტომ რომ როდესაც სმენელი მივიდა კონცერტზე და ვერაფერი მოისმინა, იმიტომ რომ ისინი არ იყვნენ დაპროგრამებული იმაზე, რომ მოესმინათ სიჩუმისთვის, მათ ნახეს ქმედება, იმიტომ რომ ეს დევიძორი ხურავდა, ხსნიდა აი მას სახურავს რატო ხურავდა სხვათა შორის, იმიტომ რომ 4:23 სამნაწილიანია, თითოეულ ნაწილს თავისი ხანგრძლივობა აქვს, 10 წამი, წუთი და 23 და 2 წუთი და 23 და წუთი და 40. და ყოველი ნაწილის დასრულებას იგი იმით აღნიშნავდა, რომ წევდა სახურავს. ძალიან სერიოზულად უყურებდა ამ ამბავს, წამზომი ამიტომაც ეჭირა, არ უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი დაახლოებითი. და ამრიგად მსმენელმა დაინახა, რომ როდესაც მუსიკა ჟღერს, იქ
გარკვეულ ქმედებასაც აქვს ადგილი. შეიძლება ითქვას, რომ 4-23 ახალი ჟანრის ჩამოყალიბების სათავეში დგას ჟანრის, რომელსაც ქვია ინსტრუმენტული თეატრი. Դասած თეატრი ჩვენთან მუსიკალური თეატრი ოპერასთან ასოცირდება, თუმცა არასოდეს გვიფიქრია, რომ ინსტრუმენტალისტს ესევე შეუძლია კონცერტზე ქმედებების ჩატარება, რაც თავარი ატარებს იგი, როგორც მომღერალს. თუნდაც გამოდიხარ სცენაზე, იქ იწმინდა ხელებს, ვიდრე შეუდგები დაკვრას, ძალიან ბევრი აკეთებს ამას. კონცენტრირება ხდება კიდევ ერთხელ განზრახვა მიდის მთლიანად იმაზე, რომ მოვისმინო რას აკეთებს და ძალიან ბევრი რაღაცა ჩვევა ჩვენი ყურადღების მიღმა, მაგრამ არადა ეს არანაკლებ საინტერესო მოვლენა თავისი არსით. გვადლობ, შენი საუბარი ძალიან საინტერესო იყო ჩვენი პიესის შესახებ. იმედი მაქვს, რომ მეც და მაყურებელიც დღეიდან შევძლებთ ჩვენი განზრახვების უარყოფას და სიჩუმის მოსმენას. ხანდახან მაინც. დავამატებ, ბარემ სიჩუმეს სემუელ ბეკეტს აქვს არაჩვეულებრივი ფრაზა: ყოველი სიტყვა უსარგებლო ლაქა დამჩნეული სიჩუმესა და არაფრობაზე.